Huawei ბევრისათვის ეს ბრენდი არც ისე დიდი ხნის წინ სრულიად უცნობი იყო. თუმცა დღეს სიტუაცია შეიცვალა და Huawei-ის მიერ ნაწარმი პროდუქტი ღირსეულ და თამამ კონკურენციას უწევს მსოფლიო ბრენდებს ტექნიკის მაღაზიათა დახლებზე. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს Huawei-ის ძალიან საინტერესო ტექნიკურ პროდუქტს გავიცნობთ. ყველაზე თხელი smartphone ძლიერი მონაცემებით და ელეგანტური დიზაინით. Am ტელეფონით Huawei-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჭკვიანი ტექნოლოგიების უმაღლესი ლიგის სრულუფლებიანი მოთამაშეა. Display ზომებთან ექსპერიმენტის შემდეგ, რომელიც S&P Mate-ში საკმაოდ დიდი ზომებით აისახა, Huawei-ის ინჟინერებმა აშკარად გადაწყვიტეს საზოგადოების გაოცება რეკორდულად თხელი კონსტრუქციის შექმნით. ახალი მოდელი P6 ამ დრომდე ცნობილ ბრენდებს შორის ყველაზე თხელი smartphone-ია. უახლოესი რამდენიმე წუთის მანძილზე ჩვენ გავარკვევთ, რა შედეგით დასრულდა Huawei-ის ინოვაციური მიდგომა და რა კომპრომისებზე მოუწია მას წასვლა წარმატებული რეზულტატის მისაღებად. Როგორც უკვე აღვნიშნეთ, Huawei S&P 6 არის ყველაზე თხელი smartphone. მისი სისქე შეადგენს სულ რაღაც 6.18 მმ. მოწყობილობას აქვს კომფორტული და დაბალანსებული კონსტრუქცია. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანი საკმაოდ დიდია და მისი ზომა 4.7 ინჩს შეადგენს, P6 ხელში ზის მყარად და სასიამოვნოდ. Smartphone-ის დიზაინი მართლაც სოლიდური და საინტერესოა. კორპუსი შედგება პლასტიკის და ალუმინის შერწყმული დეტალებისგან. ტელეფონს დამატებით შარმს და ორიგინალურობას მატებს ის დეტალიც, რომ კორპუსის ქვედა ნაწილი მომრგვალებულია. Smartphone, როგორც უკვე ვახსენეთ, აღჭურვილია 4.7 ინჩიანი დისპლეით. ის დამზადებულია IPS ტექნოლოგიით. დღევანდელი დღისთვის ეს ტექნოლოგია საუკეთესოა. ის უზრუნველყოფს რეალური ფერების გადმოცემას და ფართო ხედვის კუთხეებს. Full HD დისპლეის ეპოქაში შესაძლოა ბევრ მომხმარებელს არ მოეწონოს დისპლეის გარჩევადობა, რომელიც შეადგენს 720/1280 პიქსელზე. თუმცა მიუხედავად ამისა, დისპლეის შესანიშნავი დეტალური გარჩევადობა აქვს. რა თქმა უნდა, გამოსახულება ძალიან კარგია IPS ტექნოლოგიის დამსახურებით. გადავიდეთ ტექნიკურ მახასიათებლებზე. Smartphone აღჭურვილია 4 ბირთვიანი პროცესორით, რომელიც მუშაობს 1.5 GHz-ის სიხშირით. ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 2 GB-ს. ინტერფეისი მუშაობს სწრაფად, გაჭედვების გარეშე. ამ ტექნიკური მონაცემების წყალობით, არა მხოლოდ ამ ეტაპზე არსებული აპლიკაციებისგან მიიღებთ მაქსიმუმს, არამედ მომავალი 1 ან 2 წლის მანძილზე გამოშვებული ნებისმიერი თამაში და აპლიკაციაც დიდი ვარაუდით გაეშვება გაჭედვების გარეშე. არასასიამოვნო სიურპრიზად შეიძლება ჩაითვალოს აპარატის შიდა მეხსიერება. ის არის სულ რაღაც 8 GB, თუმცა სიტუაცია მარტივად ექვემდებარება გამოსწორებას და microSD სლოტის საშუალებით თქვენ მისი ტევადობის გაზრდა დამატებით 32 GB-ით შეგიძლიათ. Smartphone აღჭურვილია 2 კამერით. უკანა კამერას აქვს 8 მეგაპიქსელი. წარმოდგენილია გადაღების მრავალფეროვანი ავტომატური რეჟიმებიც. მათ შორის არის პანორამა, HDR ფოტო და უამრავი სხვა ფილტრი. მაკრო რეჟიმში გადაღების მოყვარულებს აქ-ელით სასიამოვნო სიურპრიზი. ავტოფოკუსირება მუშაობს 4 სანტიმეტრიანი დაშორებიდან. რაც შეეხება ზოგადად კამერის ხარისხს, ის საშუალოა. კარგი განათების პირობებში გამოგივათ მაღალი ხარისხის ფოტოები. ცუდ განათებაში კი შედევრულ ხარისხს ვერ მიაღწევთ. რა თქმა უნდა, კამერა ვიდეოს იღებს Full HD გარჩევადობით. წინა კამერას რაც შეეხება, ის შოქში ჩაგაგდებთ თავისი გარჩევადობით. მას აქვს 5 მეგაპიქსელი. ეს კი ნამდვილი 64-ია self-shot-ის მოყვარული თანამედროვე გოგონებისთვის და ნარცისებისთვის. რამდენად გამართლებულია 5 მეგაპიქსელიანი სენსორის გამოყენება წინა კამერაში ნამდვილად ვერ გეტყვით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სჯობდა წინა კამერა შედარებით დაბალი პიქსელებით ეწარმოებინათ და დანაზოგით გამოეყენებინათ უკეთესი ძირითადი სენსორი უკანა კამერაში. Smartphone მუშაობს, რა თქმა უნდა, Android-ის ოპერაციულ სისტემაზე. მას აქვს მოდიფიცირებული ინტერფეისი სახელით Emotion UE. ინტერფეისი იყენებს Android-ის და iOS-ის საუკეთესო იდეებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მისი მფლობელისთვის სულაც არ არის ნაკლი. მოწყობილობას მოყვება ფანტასტიკური პროგრამული პაკეტი. თხელი კორპუსის გამო არსებობს იმის შიში, რომ მოწყობილობას აქვს სუსტი ელემენტი. აქ ჩამონტაჟებული ელემენტის სიმძლავრე შეადგენს 2000 mAh-ს. საშუალო დატვირთვის რეჟიმში smartphone გაძლებს 1 სამუშაო დღეს. საბოლოოდ პროდუქტის შემაჯამებელი დახასიათება მოკლედ ასე ჟღერს. დახვეწილი და ელეგანტური დიზაინი, მძლავრი მონაცემები და ძალიან მომხიბვლელი ფასი. თუ თქვენ აქამდე იცდით ფასისა და მონაცემების იდეალური შეფარდებით არჩევანის გასაკეთებლად, მე ვფიქრობ, რომ ეს დრო უკვე დადგა.